აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის ნაწილი რეგიონის მთავრობას უნდობლობას უცხადებს. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ფრაქცია ქართულმა ოცნებამ დღეს დახურულ კარს მიღმა მიიღო. უნდობლობის პროცესის დაწყებას არ ეთანხმებოდა ფრაქციის ერთი წევრი მერაბ ბაბაშიძე. იგი მთავრობასთან დიალოგის მომხრეა. მთავრობას უნდობლობას უცხადებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც. მთავარ არგუმენტებად კოალიციის ნაწილი ასახელებს კორუფციულ გარიგებებს მთავრობაში, გარღვევებს ბიუჯეტის შესრულებასა და ქონების მართვის საკითხებში. ასევე უმრავლესობის ნაწილი უკმაყოფილოა მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელებული საკადრო პოლიტიკით. კოალიციის ერთი ნაწილი ხვალიდან აპირებს დასახელებულ არგუმენტებზე საუბარს. ფრაქცია მხარს უჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 113 მუხლით გათვალისწინებული მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის ინიცირებას. ფრაქციის თავმჯდომარეს, ესე იგი მე, აკო ძნელაძეს, დაევალა უზრუნველყოს კონსულტაციების გამართვა უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებთან. საკადრო გათავისუფლებებთან დაკავშირებით იყო რაღაც. ეს იყო უბრალოდ ბოლო მომენტი, ასე ვთქვათ, ვულკანმა ამოხეთქა. გადადგეს აჭარის მთავრობა. ეს მოხდება იმპიჩმენტის საფუძველზე, თუ ეს მოხდება საზოგადოების ეწოლის საფუძველზე, ცნისული ერთია. თავარია მთავრობა მიხდეს, რომ ვერ იქცევა სწორად და უნდა გადადგეს და მოვიდეს სხვა მთავრობა. დარღვევები კონსტიტუციაში, კონსტიტუციის უგულყოფა, ქონების მართვის, ასე ვთქვათ, არაეფექტურობა, უმაღლესი საბჭოსთვის ხელი შეშლა მთავარი მის საქმიანობაში, კონტროლის განხორციელებაში. ბიუჯეტის კანონის შეუსრულებლობა, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა განკარგვაში გარკვეული სერიოზული ხარვეზები, ეს არის კორუფციული გარიგებების გამოვლინება, ეს არის მთავრობის თავმჯდომარის გარემოცვასთან დაკავშირებული პრობლემები. მაქვს ერთი ძალიან სერიოზული ფაქტი, რომელსაც ალბათ მე ბრიფინგის სახით გავაჟღერებ. არსებობს რაღაც გარკვეული წინააღმდეგობები, გარკვეული პრეტენზიები, გარკვეული შეუსაბამობები და ჩვენ ამის ირგვლივ ვართ. გაერთიანებული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველანი ვიზიარებთ იმას, რომ ასე გაგრძელება ამისი შეუძლებელი. შესაბამისად, ამას რა მოხვება, ამას მომავალი დაგვანახავს. არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში მერაბ ბაბაშიძის ერთი ფრაქციის წევრის პოზიცია საერთკენ იქნებოდა მიმართული. ფაქტი არის, რომ კონსტრუქციისადკენ იყო მცდელობა ჩემი, მაქსიმალურად შევეცდები, რომ მინიმიზირებული იყოს ეს პოლიტიკური რყევები ჩვენს რეგიონში.